ხელი არ ახლა. ასე იყოს. მე არავის და არაფრის დანახვა არ მინდა. საინტერესოა რამდენი ადამიანია ჩემნაირ მდგომარეობაში. ათასობით არა. მილიონმა ქალმა იცის რომ ღალატობენ. ზუსტად ამ მომენტში. და მილიონობით კაცმა. როცა კაცს ღალატობენ, ის ფიქრობს რომ მწარედ მოატყუეს, როცა ქალს ღალატობენ, მას მეაჩნია რომ სხვაზე გაცვალეს. და ქალი ხვდება რომ წააგო. როცა კაცს ღალატობენ, ის მსხვერპლია. ქალი მისი ჯალათი ხდება. როცა ქალს ღალატობენ, ის საკუთარ თავს მიიჩნევს დამნაშავედ. რატომ უნდა მიიჩნევდეს საკუთარ თავს დამნაშავედ? იმიტომ რომ ის სხვა ქალი გონია იმ თვისებით შემკული, რაც თავად არ გააჩნია. არ გაწმინდა. ასეთი ქალი იმსახურებს, რომ უყვარდეთ და მოსწონდეთ კაცებს. იცინოდნენ. ისინი იცინოდნენ ეზო. ისინი მხიარულად იყვნენ. ეს სცენა სულ თვალწინ მიდგას. ისინი ბედნიერები იყვნენ. მე და ჯენგიზი ბედნიერები არ ყოფილვართ, მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ მიღალატო. მე მაქვს გრძნობა, რომ თავად ვღალატე საკუთარ თავს. ძალიან ვწუხარ. ძალიან ვწუხარ. ძალიან ვწუხარ იმაზე, რაც დამემართა. ადრე ასეთი არ ვიყავი. აბა როგორი იყავი? ვერ ვიხსენებ. თითქოს მოუკვდი ისინი კიცოცხლები არიან. გაუბრაზდი თუ არა? არა. მან გული მომიკლა. რატომ ის ქალი? რატომ ის და არა მე? მესმის. რთვენია. თითქოს მე გავაკეთე რაღაც ცუდი. ძალიან რთვენია ეზო. ამ დრომდე რთვენია. ნუ ფიქრობ ამაზე. ნახე ირგვლივ რა სილამაზე. შენ ისეთი არაფერი გაგიგეთებია რომ გრცხვენოდეს აიშა. შენი ბრალი არაფერი არ არის. შენ იმსახურებ სიყვარულს. ასე მაპატი. ალო. ომერ. ახლა მსალია. შენი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ. შენი საქმეები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოჯახი. ეს რაღაც წყევლა. რა უნდა ვქნა? ეს ხმები გამუდმებით ჩამესმის. ეს ხმა არასდროს წყდება. სელიმმა ორი კაცი მოიყვანა. უნდა რომ შეხედო მათ. ბერდებიალი. ხედავ მათმა ხედაგიგეს. დაწყნარდიალი ყველაფერი კარგადაა. შენ დაგცხევლესალი. ომერი ყველგან გიპოვის. ერთი ტყვია და მორჩა. ერთადერთი ტყვია. შენს მორჩები ტანჯვას და მეც. არა. ჯერ არ დამდგარა დრო. ჯერ ადრეა. მოდი ძმავალე.
სად მიდიხარ? დაჯექი. დედა, გაჩუმდი. დაჯექი. Anne ne oldu? დედა რა მოხდა? O niye burada? ამასაკ რა უნდა? ჩემთან მოვიდა. Niye? რატომ? ეს ნახა და გადაწყვიტა რომ ვიდარდებდი. ჩემზე ნერვიულობს. Ona mı düştü ya? ამას გააკლდა შენზე ნერვიულობა. არა. ჩემმა შვილებმა უნდა ინერვიულონ ჩემზე, ერთი მკვლელია, მეორე არ მიჯერებს. დედა, მხოლოდ უცნობები თუ შემიბრალებენ. წადი წერილი მოიტანე. Ne mektubu? რა წერილი? ის რომელზეც აქწერ. წერილი რომელიც ომერმა მოგწერა. წადი მოიტანე. მე პატარა ბავშვი არ ვარ დედა, არაფერსაც არ მოვიტან. Sen de შენ კი საერთოდ. გააკეთე, რასაც დედა გეუბნება. Canım mı sıkıldı? რამე გაწუხებს? Yo. არა. Fabla. დაიკო. Üzülmüşsün. გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს. Ne oldu anlat. მითხარი რა მოხდა? Yorgunum. უბრალოდ დავიღალე. Gerçekten. მართლა გეუბნები ბახარ. Boş ver. ჩემზე ნუ დარდობ. Çıkıp რას oynama. თავაზობ ეზოში გავიდე და ვითამაშო? Baydım artık. ნუ მეკცევი როგორც პატარა ბავშვს. Büyüdüm ya. ბავშვი აღარ ვარ. İyileştim de. თავს უკეთ Anlat ne გრძნობ, derdin ნუ var? გეშინია, მომიყევი. Yok bir derdim. არაფერი მაქვს მოსაყოლი. Bak yine. ისე შენებურად აგრძელებ. Sen ne anlarsın? ფიქრობ რომ ვერ გავიგებ? Hakkın yok bilmeye. უფლება არ მაქვს სიმართლე ვიცოდე. გინდა ისე ვიცხოვრო რომ არ ვიცოდე ჩემს ირგვლივ რა ხდება? Şey demiyorum. არ არის ასე. Diyorsun. შენ მეუბნები არ წახვიდე ამ თავშესაფრიდანო. Etrafında უფლებას არ მაძლევ საკუთარი თამაში ვითამაშო, საკუთარი ბედნიერება ავაშენო. რა თამაში? oyun mu oynuyorsun? ამ ყველაფერს თამაშობ? უბედური ხარ? Neler çıktı? წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა გავაკეთე იმისთვის რომ ეს თავშესაფარი გქონოდა. არა, არ ვიცი, იმიტომ რომ არაფერი ვიცი. Ne çektin? არ ვიცი რა გააკეთე, რა ჩაიდინე, რატომ გრძნობ თავს უბედურად. რა გააკეთე ჩემს გამო? Abla. Dün bu. რა მოხდა გუშინ დღეს? რა ხდება, რა გტანჯავს? Değecek bir şey mi? ამის თქმა გინდა? Kendin de bizde sildiğini. გინდა შენც იტანჯებოდე და ჩვენც გტანჯავდე? რა არის შენი ტანჯვის მიზეზი? Şey mi abla? მომიყევი, მიდი.